ეს გახლავთ ის წარბის ფიქსატორი, რომელიც წავისვით დილით, ეს დილა რა თქმა უნდა. და მე გაჩვენებ ჩუა დღეს როგორ იქნება. ნახეთ როგორი მოწყენილები არიან, იმიტომ რომ ვერ მოვიცალეთ. გუშინდა დღე. წავედით საყვარელი. წადიდე. ვინ დგება ამაზე? გოგოებო დგებით ვინმე? მე დამიჯერეთ, მან დრო დავდგე. 3 ვერ ამწევს. ერთი 2 ბრიგადა დამჭირდება. მან დრო იმას ქნა რა ქვია დავდგე. ხა ადამიანი რომელიც ველოსიპედსაც ვერ ატარებს, მისთვის აბა ძალიან რთული იქნება. და აქ რა გამხდარებ ჩრდილმა დამიმ. ესე იგი გოგოებო, დილამშტოს. ყველაფრის თავი და თავი რაც კი არსებობს. ძირითადად სიმპტომები. აი უსაზღაროდ დიდი დაღლილობა. მოთმთილობა. მითუფოკვების მე რო გინოსულ მიეგდო. თაბროსხევა, წნევის ცვალობა და ასე შემდეგ. ინსულინი რეზისტენტობა და გადაიმოწმოთ აუცილებლად. აუცილებლად. რაც ეს დამემართა თავიდან ძალიან კარგად დავიწყე. თავის მკურნალობით და სწორი კვებით და მე არ ვიცი ჭვიში რა მოხდა და არ მინდა ამას ვილაპარაკო. იმდეჯერ ვლაპარაკო. ხო და ახლა რა თქმა უნდა როგორც ჩანს, ბევრად მაღალი მაქვს. ამიტომაც მაქვს ძალიან დიდი ჭარბი ოფლიანობა. მეტად რა. აი ძალიან საგრძნობლად მომატებული გრძნობელობა. მით უფრო სიცხის მიმართ. და ნუ კიდევ ბევრი რამ. ჩემ შემთხვევაში საკუთარ ორგანიზმს და ჯანმრთელობას არ ვფრთხილებ, ეგრე გამოს. ნუ ყველაფერი ვიცი რა გავაკეთე და არ ვაკეთებ. ნუ ხა ეს რაშიც წერია, კარგად ვიცით. არ მინდა დილიდან თავი გამოვლანძღო. მაგრამ ანუ თუ ეს ყველაფერი გაწუხებთ, გირჩევთ რომ აუცილებლად გადაიმოწმოთ. აუცილებლად. TikTok-ზე ვიღაცა ქიმია, რომელიც ცოტა კითხობს დაიყოდე. კითხობს უსვამენ. და ის პასუხობს ხოლმე რა. არ მახსოვს სახელი და გვარი თუ შემთხვევა უცებ მე გეტყვით. ხო და თქვენთან ჩაწერაო. როგორ ხდებოდა ვიღაცას უწერია, რომ იანვრამდე არ აქვს ადგილი. იანვრამდე. ნუ აი მე მაინტერესებს გოგოებო, ვინც მაგალითად იანვარში ჩაეწერეთ. ალბათ არაფერი გჭირთ და უბრალოდ კონტროლზე მიდიხართ, იმიტომ რომ თუ გჭირთ იანვრამდე, აი არ ვიცი. ძალიან დიდი რიგია, მინდა გითხრათ. ძალიან. მე მახსოვს მარიკო რომ იმყავდა მაშინ. აგულზე რომ გადავუღეთ, მარიკუნა არ გაიქცედე. ღმერთო რა რთული დღეები მქონდა. ხო და მაშინ რო გითხრას რომ თვენახევრის მერე იყო ადგილი და რაები გავაკეთე ხალხო რომ 5 დღეში მიეღოთ თუ 3 დღეში რაები ჩავიდინე და რამდენი ვწერე გვერდის ადმინს და ნუ ღმერთო რაები გავაკეთე ახლაც აი სულ ვიცახი რომ დედა ამ დროს ხდები რაღაცა არამქვეყნიური ძალის პატრონი რა და მადლობა ღმერთს რომ მაშინ ძალიან დამეხმარა ადმინისტრაცია და ელაპარაკნენ ექიმს უთხრეს რომ დედის მდგომარეობა იყო რთული ვაცადეთ და მომწერეს არა დამირეკეს და მითხრეს რომ გველოდებოდნენ იმიტომ რომ ჩემ მდგომარეობა იყო ბევრად რთული მარიკო ჯერ წერი არაფერი ჭირდა საბოლოოდ მაგრამ ანუ ჩემი ემოციური ფონი იყო არ ვიცი სად არ ვიცი როგორ უძლებენ დედები ალბათ რამძიმია მათთვის რაღაცა ისეთი დიაგნოზები რაც ძალიან ცნის მერე მთელს ცხოვრებას შენს ბედს, შენს ყოფას, შენს ყოველდღიურობას, მთელ შენს ცხოვრებას და რამძიმია
ხო და რომ მივიყვანეთ ჯერ ნუ ლოდინი იყო აი არ ვიცი რა გითხრა და მე არაფრით არ დაწვა მივუხევთ იმისა რომ ძალიან კარგი სტაფი იყო და ექცნები და შემოეხვდნენ თავზე და სათამაშოები და ისის იქ მომთხარ რომ გაუძლებლად უნდა წოლილი იყო და მარიკო ვერ გაჩერდა ხო და რამდენიმე წამი და მე ისევ გმუტავდა ამიტომ დაგჭირდა გადაწყვეტილების მიღება და გამიჭირდა სხვათა შორის და ვჭობდით მე და ჩემი მეუღლე მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ იყო და რაღაც ჩააწვეთეს და მოადუნეს მარიამი ანუ არ შეეძლო მოძრაობა და თითქოს ეძინებოდა ისე იყო შემდეგ გითხრას რომ ყველაფერი იყო ნორმაში და მარიკო იყო ჯანმრთელი და არანაირი გულის პრობლემები არ ქონდა და საერთოდ რისთვის მომიყვანეთო ექიმა ბავშვიო რატომ მომიყვანეთო თვალებში რა შეხედა ყველაფერი გასაგებიაო ანუ არაფერი აჭირს ამბობს და მე უნდა გამოგვიფხიზლებინა ასე ვთქვათ და არ შეიძლებოდა სუძილში წასულიყო ბავშვი და თუ დაეძინებოდა რა თქმა უნდა სულ მეთოყურობის ქვეშ უნდა ყოფილიყო რაღაც რამდენიმე საათით და ძირს არ უნდა დაგვესვა მარიამი იმიტომ რომ შებეწონასწორობა დაეკარგა ხა და ნუ მოკლედ ძალიან რთული იყო რა და მაგას ვამბობ რომ გმირები ხართ მშობლები ზოგადად ოჯახის წევრები ვინც რთულ გზას გადიხართ აი არც მინდა იმ დღეების წარმოდგენა და გახსენება და ადამიანები რომლებიც ამით ცხოვრობთ და ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს ამ ყველაფრით გამძლეობას გისურვებთ მშობლებო ყველას განურჩევლად ერისა ყველას მართლა გმირები ხართ ვინც ასე მედგრად უდგახართ ყველა სირთულეს აი მე გოგოებო მოვედი სახლში გამომიშვეს იმიტომ რომ გავუსაძლისად ვგრძნობდი თავს ისე მტკიოდა ხერხემალი ამიტომ გამომიშვეს ხო და მოვედი გადამწყდარი ძლივს მოვახწიე სახლ და რას ვხედავ სახლში ვერ შევდივარ იმიტომ რომ ყველაფერი გადმოყრილია თურმე ნუ იტყვი და ქუჩის მხარე პატარა ოთახს თუ ოთახი ქვია ეს პატარა მოგრძოს რო არის გამოყოფილი ოთახის ჩემაქვა რომ უნდა შეეხებოს რაც ნიშნავს იმას რომ 2 საათში ვერ შევალთ მაგას გაშრობა უნდა ეს უნდა ის და ვერ შევალთ 2 საათი კი არ შეიძლება მეტი ამ დროს მე უკვე უნდა დავწვე გეკმას ვაწყობ რომ მივა სახში დავწვევი და არაფერს გავაკეთებ იმიტომ რომ უნდა დაისვენოს წელმა ამან იმან და რა გამიგეთა ხალხო ნუ რა ფიცერ გადმოყრილი მას უკან იმას იზავს რა ქვია და ამით მოგვარდება საქმე მაგრამ საწოლების მეტი რა არის ამ სართულზე ხალხო სამი საძინებელია მაგრამ მე იქ მინდოდა ჩემ სახლში დაძინებ ნუ ეს სახლი ჩვენია მაგრამ ოთახში მინდოდა დაძინებ არ ვიცი თქვენ როგორ ხართ ხოლმე მაგრამ მე მაქვს ჩემი ამოჩემებები რომ იქ მინდა დავიძინო სადაც მინდა რომ დავიძინო ძალიან ბევრი წამალი მივიყარე ახლაც ნახოთ სავარაუდოდ დნავ-შვება უნდა ვიგრძნო დნავ და ნახოთ თავარი ისაა რომ ეს დღები არ დავტვირთავ და შევეცდები რომ ის ვარჯიშები რაც საჭიროა და ყველაფერი გავიკეთო ამ პერიოდში განსაკუთრებით ეს კი გახლავთ შუადღის პირველი საათი ეს რო გავიღვიძეთ მე ალტექით მაღლა მეძინა დაბლა რადგან რემონტი იყო მონატრებია მარიკოს ზედაში სართული ჩემი სიყვარული თამაშობდა წამოვედით და გაჩვენოთ მარაო რომელიც იმ დროს ვიყიდე და თქვენთვის არ მიჩვენებია რომელიც ძალიან მომწონს თქვენ იცით რომ მე გიждები ამ ბრდღუიალებზე ოღონდ სადა ბრდღუიალები მიყვართ არ მიყვართ ეს მეტად გადატვირთული
რომელსაც ნახეთ შავი აუნეტად უჩას შავი ბისერები აქვს. სავარაუდოდ უნდა ბზინავდეს და ხედავდეთ. როგორი კარმენი ვარ. 5 ლარი ღირდა და ძალიან მომეწონა. ძალიან ჭრელა არ მიდოდა, ამაზე ბევრად სადაც იყო, მაგრამ რატომღაც აი ეს ძალიან მომეწონა. ტკივა, მაგრამ მთელი დღეა გარკვეულ ვარჯიშებს ვაკეთებ და პლუს დავისვენე, არაფერი არ მიკეთებია, სიმართლე გითხრათ. უკან ხედავთ, რომ შეღებილია კედელი, გამშალიც არის უკვე, ამას მერე გაჩვენებთ. გუშინ რომ მოვედი სახლში ჩემო მეუღლემ მითხრა, რომ ძალიან კარგი რაღაც გავსინჯეო. მე დაბლა მდგომარეები მყავს ბიჭები, ნუ აი ოჯახის წევრები ვართ, აი უკარგესი ადამიანები არიან, უკვე მრავალი წელია ერთად ცხოვრობთ. რანაირად არის. ხო და რა მიირთვით მეთქი და მოკლედ შიგნით ზუსტად არ მახსოვს ახლა რა მითხა, მაგრამ ეხლა ვნახავ. დაახლოებით არის სარდელი და რაღაცები მოკლედ და მე მეთქი არ გამისინჯავს, არ ვიცი თქო რა. დღეს ვამბობდი და მეთქი თუ მოასწრებ ყობა, მოიტანე მეთქი რა და არაომე სანამ აბანოში ჩავალ მოკლედ მთელი ამბები და გავიხედე და ამ ჩემ მდგმურს მოაქვს და აი არ ვიცი ხალხო არიან ადამიანები და არიან კიდე უკარგესი ადამიანები რა. ხო და რადგან გასინჯული არ მქონდა, წავიდე და მომიტანა. აი ამ ხელა გახლავთ და არის უდიდესი როგორც ხედავთ. მოდი ახლა გავჭრათ და ვნახოთ როგორი იქნება. ზედა წერია ლავაში უხახო უმაიონოზო. რომ მე არც ერთი არ მინდა. აი ეხლა ამას მე გავჭრე, დანა დამავიწყდა და ჩემთვის აი ეხლა ადგომაც ისეთი რთული აბავია რომ ერთი წუთი. იმედი არის სულად გადმოიყრება ყველაფერი გავჭერი, მაგრამ არ ვიცი რამდენად აუ ხო არ ღატავ მაიონეზი უქნიათ. მაიონეზის გარეშე თქო და მაიონეზი მაინც გაუკეთებიათ. მოკლედ ამაში გახლავთ სარდელი, წიწაკა და კიდევ რა ვიცი მე სალათის ფურცელი, ხო პომიდორი და რაღაცები ვნახოთ. არ ვიცი როგორ იქნება. მის გამოვურთე პორტრეტი, უფრო კარგად მინდა რომ ნახოთ. აი მართლა გადაძეძგილი, აი გადაძეძგილი და როგორც ვიცი ღირს 7 ლარი. ეს არ მინდა. მეწყინა რომ მაიონეზის გარეშე მინდოდა და მაიონეზის გარეშე აწერა, მაგრამ მაიონეზით არის. კარგია. მაიონეზით ვერ შევჭა საბრაუდოდ. განცხელია. ფიქრობ ცივი მეტად მომეწონება. დამავიწყდა ხოლმე კეჩუპიც არ მიყვარს, კეჩუპიც არ უნდა იქნათ, მაგრამ მაიონეზი ვხარ და მაინც მაიონეზი აქვს და საგემრიელია. ხოლოდ რაც მოვჭერე ის მივირთვი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მაიონეზის გარეშე რომ აწერია მაინც მაიონეზით იყო, ალბათ აერია დავიწყეთ მოკლედ არ ვიცი. მაიონეზი რო არა, აი 10-დან ალბათ რავი მილიონს დავწერდი. ამით უფრო რომ მე სარდელი ძალიან მიყვარს. სარდელი იყო პომიდორი, სალათის ფურცლები. მაიონეზი არ იყო? ხო. მე კეჩუპის არ მიყვარს. კეჩუპს და მაიონეზს არ ვეკარები, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს რა. აი ასე სოუსად მოსხმულები არ მიყვარს ხა რაღაცა სალათში კი ბატონო და ესე არ მიყვარს და ისე ძალიან გემრიელი იყო და ძალიან კარგი იყო. უბრალოდ ამ მაიონეზმა სრულიად ჩემი რეცეპტორები აურთაურია. 2 დღეა ნაბეღლავზე ვარ, რატომღაც მთხოვს ორგანიზმი ნაბეღლავს, წყალსაც ვერ ვსვამ, მაგრამ მთხოვს ორგანიზმი რაღაცა გაძლიერებულად ნაბეღლავს, არ ვიცი მართლა გითხრათ რატო და მაპატიეთ რომ ბოთლი დავსვამ, იმიტომ რომ ჭიქით ვერ დავლე ვერაფრით. ერთ ჭიქასაც კი, ამიტომ ეს ხერხი არის საუკეთესო გოგოებო.
წყალზეც ჩემი ბოთლი რომ აქვს ის რომ მომწერეთ სად იყიდეო გიჟდები და სულ მინდა რომ თან ვატარო უბრალოდ იმხელა ხსად ვატარო ეგ და მეტყობა კიდე სამსახურში როგორ მეზარება წყლის დალევა ეგ რო არ მაქვს და მეორე აშკარად მესაჭიროება მე დედამომეც უკვე ის მაქვს რა ქვია სახე მაქვს რაღაცა მდინარე აი მე ღმერთო ხო და მოკლედ მომეწონა სულ ამის თქმა მინდო და მხოლოდ მაიონეზს და მას გამოვაკალებთ კეჩუს მაგრამ ვისაც გიყვართ აი დარწმუნებული ვარ რომ საოცრად გემრიელი იქნება თქვენი რეცეპტორებისათვის მით უფრო რომ 7 ლარი ხალხო ამ ხელაში რაც თქვენ მე გაჩვენეთ და კიდე მგონი არც ჩანდა იმ ხელა იყო ძალიან იაფია ვაიმე დედიკო ანუ უბრალოდ ჩემი საერთოდ სად არის ჩემთვის არ მოვედით და ტრიალიც კი მიჭერს და მოძრაობა საშინლად დედიკო თუ შეიძლება აი ჩემი ჩანთამში ტელეფონია და რომ მოიტანოდე კარგი მიდი რა ჩემო სიცოცხლე აი თოჯინა როა მაგის ქვემოთ დევს ჩანთადე გადავხედოთ რამდენიმე კომენტარს კი დედი იმ თოჯინის მიდი აი მაგის ქვეშ დე აი მან შავი ჩანთა რო დევსდე გახსენი დედიკო და ტელეფონი ამოიღე რა ვიმედია წამოვიღე სამსახურიდან ისე მდგომარეობაში წამოვედი იქიდან რო რა ვიცი იმედია რომ წამოღებული მაგ და არ დამრჩა იქ ჩემი გოგოები დაახლოებით 15 წუთში გამოვლენ უკვე ვინც მორიგეები არ არიან მადლობა და მოდი გადავხედოთ გარკვეულ კომენტარებს ვიხვირთქები ღმერთო მიშველეთ კარგი ეხა ჩვენ გვინდა ხმის დაწევა რომ უცებ მილიარდი რეკლამა არ ჩაერთოს ხოლმე აი იმაზე რა ქვია რო სკროლა მაგ დროს გუშინდელ ჩემს ვიდეოზე ფოთოლა გამარჯობა ჩემო საყვარელო ჩემი ერთგული მაყურებელი და მასთან სახში მე და მარიკოც ვიყავით და მასზე მე ბევრჯერ მისაუბრია გიჟდები ისე მიყვარს ეს ბავშვი გმირია და რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნება შოკიდან ვერ გამოვდივარო აბსოლუტურად 10,000%-ით გეთანხმებით რომ ეს ბავშვი გმირია და ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას არავტაქტო ხალხიაო ეს მეტროს ინციდენტზე წერს ასევე იყო ძალიან ბევრი გულები და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას ერთი წუთით ლანა მარიკო დიდი გოგოა უკვე ცოდვა ხარ თან მასე თუ გაწუხებს ხერხემალი იღლება ეტყობა მარიკო ბაღში ეძინება სულ გზაშიო კი ბატონო მარიკო თუ შეიძლება და რა ნუ მეხერით ხო რომ მარყევ აი მგონია რომ ხერხემალი ბძვრება კი გოგოებო ბევრჯერ საუბრობთ ხოლმე თითქმის ყოველ დღე ამ თემაზე რომ მარიკო დგება ძალიან ადრე აი ძალიან ადრე და არის ხოლმე დღეები როცა მარიკო არ იძინებს ბაღში თუ აქვს მაგალითად ბალეტი კარატე ლოგო და ასე შემდეგ ხო ამ პერიოდებში მარიკო არ იძინებს ამ დღეებში და გვიწევს ხელით ტარება იმიტომ რომ ეგრევე ითიშება და ეძინება და ბუნებრივიც არის რომ იღლება მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ზინავს რა თქმა უნდა მოვდივართ ძალიან ლახად და ბედნიერად დაძინების გარეშე ზელმა არადა ბევრად მეტ გამომწერს იმსახურებ ნიჭიერი საინტერესო გოგო ხარ მე როგორც დავაკვირდი და დავასკვენი ბევრი გამომწერ და ბევრი ნახვები აქვს სკანდალურ ვიდეოებს არაორდინალურ ნორმიდან გადახვეულ ადამიანებს არის აქ ერთი რომლის უცნაური ცხოვრებას ბევრი ნახველი ყავს წარმატებები გვანცაო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემი ნიჭიერების და საინტერესო გოგოობის შესახებ კომენტარისათვის ძალიან კარგი და ძალიან მიხარია და ნუ აი რო არ დაგეთანხმო რა ვიცი ხა ნუ
როგორ შეიძლება არ დაგეთანხმო იმაში, რომ ისეთ ვიდეოებს, სადაც ცოტა ისეთი რაღაცები ხდება და ცოტა სკანდალური რაღაცები ხდება და რაღაცა ხდება და დრამები ხდება და ასე შემდეგ, ბევრად მეტი მნახველი ყავს ასეთ ვიდეოებს და ეს ჩვენ ყველამ ვიცით, არ არის უცხო, არ არის დამალული, არ არის უირა მითხარი, ყველაფერი კარგად ვიცით. რაც შეეხება აქ ერთი არის, რომელიც ნორმიდან გადასულა ასე შემდეგ, ეგ მე არ მეხება, ვინ არის, რა არის და ძალიან მიხარია, რომ აქ არავის სახელს არ ვაჟღერებთ, არ მინდა არავის სახელი ჩემს ვიდეოში გაჟღერდეს უარყოფითად და მადლობა რომ მითვალისწინებთ, იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ, რომ ჩემს ვიდეოში არც ერთი ადამიანი, ვინც ვიდეოებს იღებს და იმდენი იღებს უკვე რომ რა ვიცი რა გითხრათ და იღებდა და უფრო მეტი გადაიღებს, არ მსურს რომ გაჟღერდეს არც ერთი ადამიანი უარყოფით კონტექსტში ჩემს ვიდეოებში. მე თუ რამე ვინმეზე მექნება სათქმელი, თავად ვიტყვი, ესე რომ ვინმე ლანძღოს და მე ტაში დავუკრა, ეს ასე არ იქნება. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა რომ არავინ ვახსენეთ. კარგი, გავაგრძელოთ. 3808 გამომწერი ვართ უკვე, უღრმესი მადლობა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. თამო, ღმერთო სუფთა მთიულური სუფრა, როგორ მიყვარს ჩვენი კუთხის სამზარეულო ბარაქა მოგცე თუ უღრმესი მადლობა თამო. ხო, ჭახრაკინა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ცომეულია, ასე რომ თქვა, ძალიან მიყვარს, მისი მომზადებაც მიყვარს, მისი დაგემოვნებაც მიყვარს და ნუ ზოგადად ასევე ბარაქა. მაია, რა სილამაზია, რა სიმშვიდეა, გვანცა როგორი რა ლამაზი სოფელია, ოკეი, ჩემო კარგო. ზოგადად თუ მოუვლი შენს კარმიდამოს, ასე რომ ვთქვათ, სადაც არ უნდა იყო, მაინც ყველგან ლამაზი იქნება. ასე რომ ჩემი დედამთილი ძალიან ბევრ შრომაზდებს იმაში, რომ ძალიან კარგი გარემო იყოს აი ამ სეზონზე, თორე ზამთარში ყველაფერი ხო იცით გადატყავებულია ხოლმე. გამკრი, აუ ღამის პირველ საათზე ეს გემრიელობა უნდა მენახაო, მინდაო. ხო, ხან პირველზე ვნახულობთ ხოლმე, ხო, ასეთ ვიდეოებს ხან 3-ზე, ხან 2-ზე, ხან შუა დღეს, მაგრამ მაინც რაღაცეთ გვინდა ხოლმე რაღაც, რაც ძალიან გვიყვარს და წუხვარო ღალემე შეგხვდათ ჩემი ვიდეო. თამუნა, რა კარგი სოფელია, შორსაა თბილისიდანო, არა ჩემო კარგო, შორს არ არის. არის თბილისიდან მაქსიმუმ 40 წუთის ავაზზე უკვე სახლში ვართ ხოლმე, მანქანით და ისედაც ძალიან მალე ჩავდივართ ხოლმე. შესაბამისად ეს არის პირდაპირ ვთქვათ ფუფუნება, როცა ასეთი მაგარი 64 შეგიძლია მოიწყოს რაღაც 40 წუთში და სუფთა ჰაერზე იყო მოშორებული ცენტრალურ ტრასას, მოშორებული გამონაბოლქს, მოშორებული ძალიან ბევრ რამეს და მით უფრო ამ სოფელში არ ცხოვრობს ბევრი კომბლი და არ არის ძალიან ეგეთი ხმაური ხო ხვდებით, აი ცენტრალურ გზებზე სოფლები რო არის და დაბები რო არის, როგორი ხმაურია ხოლმე, ამ ყველაფრისგან მოკლედ ძალიან დასვენებულები ვართ. მაშინ უფრო უნდა მოუხშიროს სტუმრობას, ხო. სამწუხაროდ ვერ ხერხდება ჩემი ხშირი სტუმრობა. ვერანაირად, რომ გქონდეს ჩემს მეუღლეს ან მე ბრავა, ბევრად ხშირად ჩავიდოდით, იმიტომ რომ ბოლო წავიდოდით პარასკევს ღამე, წამოვიდოდით თუნდაც შაბათს ღამე ან კვირას დილით, ანუ ხო ხვდებით რა. და უფრო ხშირად მოხერხდებოდა, მაგრამ მარშრუტკით არ არის მარტივი ამბავი მოკლედ. კარგი. შემდეგი. ციცინო, ძალიან ლამაზი სოფელია, კაბა გიხდება, გვანცა მარიკო ძალიან ლამაზი, საყვარელი ხინკალი, სუპერ. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეს კაბა ზუსტად იდენტურია გითხარით იმ წითელი კაბის მსგავსად და ძალიან მომწონს. რაღაცნაირად ჩემი სიπუტყუნის მიუხედავად თითქოს მოვიხდინე ეს კაბა. ნინო, საყვარელო, რა გოგო ხარ, უღმესი მადლობა.
ეკატერინე, ძალიან გიხდება გვანცა გოგოცნა, იმიტომ რომ ლამაზი ხარ და კარგი ადამიანი. უღრმესი მადლობა. მაია, ძალიან გიხდება კაბა გვანცა. რა ყოჩაღად აკეთებ ხინკალს, ბრავო. ძალი ჩავედი სოფელში. ასევე გულებისთვის ყველას დიდი მადლობა, ინგას, ზელმას, მაიას, ყველას დიდი მადლობა. ჩემი მეუღლის სოფელი არის ილტოზა, სანამოზიში შეხვალ, ეგ სოფელი უნდა გაიარო. ძალიან ლამაზი მხარია, კარგი ჰაერი, იმის მიუხედავად, რომ ახლოს არის თბილისთან, ჩვენც ნახალუკაში ვცხოვრობთ, მე-9 სკოლაში დავდივართო. სხვათა შორის მე-9 სკოლასთან ვცხოვრობ, რა ვიცი. ხოპ და მე-9 სკოლაში ვარ და მიხარია, რომ ჩემი შვილი მანდიulis და ფაქტობრივად დრო არ ჩასვლაზე გვეკარგება და გვეკარგება და არც ამოსვლაზე და სახლიდან დაუშვათ 9-ზე თუ იწყება სკოლა შეგვიძლია რომ 4 წუთი რომ დააკლდება და 3 წუთი მაშინაც გავიდეთ სახლიდან და ეს გოფუფუნება და ბავშვი ისე სწრაფად ამოვა იქიდან რომ არ დაიღლება გზაში და ეგეც ფუფუნება ხო ილტოზა ვიცი და მიხარია რომ მიყურებთ ჩემი უღლის მხრიდანაც ტერიტორიებიდან ხო, კიდევ მაია წონა მეც გავუტყიე სამწუხაროდ გავაკეთოთ ჩატი და мотиваცია გვექნება დოდონას მარათონი მშვენიერი იდეაა ჩემოსაყვარელო ამაზე არ ვიცი წინა ვიდეოში სადღაც რაღაც ვთქვი მაგრამ ძირფეს ჩვენად არ მithქვამს ახლა ვიტყვი და 4 ადამიანი ულაიქებს ნუ ერთი სავარაუდოდ მე ვარ და ეს კი 3 ნახეთ როგორ არის ძალიან მჭირდება мотиваცია ძალიან მით უფრო ახლა როცა ვაცნობიერებ რომ ძალიან რთულად მაქვს მე დედა ეს უკვე გარღვეულა ხალხო ამ ადგილში ძალიან რთულად მაქვს ხერხემლის ამბავი და ექიმთან რომ მივიდე აი შემომხედავს თუ რა მეტყვის რომ რატომ მოხვედი ჯერ და გეკლოვო და ანუ მოკლედ უფრო ვფიქრობ რომ დავიწყებ სწორი კვებისკენ და არა უშუალოდ მხოლოდ კალორიულ დეფიციტით. ხა კალორიულ დეფიციტში მე ტორტს აჭამდი, ნამსხვრევსაც იმას, ამას, ოი, ყველაფერს და ვაკონტროლებდი. ჩემს კალორიულ დოზას რო არ გაცილებოდა, მაგრამ ხა დავაკო. მაგრამ ჩემს მდგომარეობაში, რადგან ინსულინის ამბავი მაქვს, ასე ვერ გავუტყებ. თუ დავიწყე, ანუ ასე ვერ გავუტყე, ხო ხვდებით. რა თქმა უნდა, რო შევქმნათ ეს ჩატი, მე ვერ ვიქნები მენტორი, იმიტომ რომ ჩემთან სამის უფლებაზე არ მივცემ და საერთოდ ვფიქრობ, რომ როდესაც კვების ამბავში ერთვები, რაღაც ნუ ნახეთ, მე ძალიან ხშირად ვუზიარებდი ხოლმე ჩემს აუდიტორიას, რითი ვიკვებებოდი კალორიულ დეფიციტში, მაგრამ მე არ ვიყავი მენტორი, მე ვიყავი ადამიანი, ვინც უზიარებდა სხვა ადამიანებს ამ ყველაფერს. მენტორობა არც მიფიქრია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ კვება ისეთი რამეა და ადამიანებთან ამ თემაზე ცოტა რთულია, მოკლედ და ძალიან საფრთხილო და მინიმუმ რაღაც, არ ვიცი, გავლილი უნდა გქონდეს და რაღაცა ცოტა თავდაჯერება უნდა გქონდეს ამ ამბავში და მე თუ არ გავიარე ეს ყველაფერი პროფესიული თვალსაზრისით ალბათ მე ამას ხელს არასდროს არ მოვკიდებ და არც ვფიქრობ რომ მოვკიდოდეს მე თუმცა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩატი სადაც უბრალოდ გავუზიარეთ ერთმანეთს რას მივერთხებთ ბოდიში რას მივირთმევთ დღის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ мотиваცია მივცეთ ერთმანეთს და არა ის რომ რაღაცა შესაძლოა ვიღაცამ რაღაც კერძი გააკეთოს სადაც დაბალი ნახშირწყლებისთაც არ არის ხო კარგი დაბალი ნახშირწყლები იქნება და რეცეპტი დავწეროთ და ამით ერთმანეთს ასე ვთქვათ დაველაპარაკოთ და ეს იყო ჩვენი საკონტაქტო ენა და ეს ძალიან კარგია რომ ერთმანეთს რაღაცა სტიმულს აბარაშუებით გოგოებო ხوار ვარღვევთ აბარაშუებით გოგოებო დღეს არაუშავს დილით გავაგრძელებთ ანუ мотиваციისათვის კი თანახმავარ თუმცა ეს არ იქნება არც ერთ ვარიანტში რაღაც მენტორული ჩათი სადაც ხო ხვდებით რა მოკლედ და მით უფრო რაღაც აქ თანხებზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ აი სამეგობრო რო შევიკრიბებით და რა შვებით გოგოებო, რა ვიცი ეს მივირთვი ცოტა დავიღალე რაღაცა ეს არ მესია მონა კუჭია მანამატკია. აი ასეთი საუბრებისათვის თანახმავარ, როგორ მოვიცლი არ ვიცი, მაგრამ თანახმავარ, მაგრამ სხვა კუთხით რა თქმა უნდა არა.
თამო გვანცა წყლის გამაგრილებელი სპრეებია სახეზე მისასხამი და სხეულზე სცადეო მე პირადად არ ვაიმე დედა გავთიშებუდიში კამერა ჩამიქრა არ გამომიყენებია მაგრამ აქედენო მქონდა ჩემო საყვარელო წყლის მქონდა ხომ არ მაკიაჟი ხო წყლის მისხმა ხო ხვდებით მსხლად კარგი ამბავი არ არის მაშინ საერთოდ არაფერი არ მომესოსხომ და ამით ვიგრილო ასე ვთქვათ სახე მქონდა და ცუდი არ არის ამ კუთხით რომ როცა გაიგრილო ხოლმე როცა თქმა უნდა არაფერი გაქვს დატანებული სახეზე ირმა D ვიტამინის ნაკლებობა მიცის ოფლიანობა და დილის შხამა კი ბატონო ყველაფერში გეთანხმებით ბეჭდგუფის ვიტამინი ვიყიდე ახლა ეს ხერხემლის გამო მითხრა რა აუცილებელია ხო და D ვიტამინს უნდა მივაშველო აუცილებლად ზელმა ძალიან საყვარელი ხარ გვანცაო დიდი მადლობა მარიკო კავს უსაყვარლის და უტკბილესი ნამცეთა წარმატებები ჯანმრთელობის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჭარბოფლიანობა მენოპაუზის ჯოჯოხეთია რაც მე გავიარე და გავდივარ ცოტა შემიმსუბუქდა 59 წლის ვარ შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ მაგრამ ნაადრევი მენოპაუზაც ხომ არსებობს ზაფხული შემცულ და ამის გამო ზამთარ სიცივეში ნაკლებადო პირველ რიგში უღრმესი მადლობა რაც შეეხება მენოპაუზას არ ვიცი ჯერ არ მგონია ეგ დღეს წესრიგში თუმცა ვერც ამას ვერ გამოვრიცხავ ცხადია თუ მაინც ჯერჯერობით არ ვფიქრობ ამაზე რომ ეს ამბავია ნუ პრინციპში რეალურად ვიცი რისი ამბავიც არის რა უბრალოდ მოქმედებაზე არ გადავდივარ თორე ნუ გასაგებიც არის რომ თუ ინსულინის დონე იმატებს და ასე შემდეგ იწვევს ოფლიანობას და მთელი ამბები არ ვიცი მენოპაუზას აჩერებენო რომ ეს სიმხურვალები მოგიხსნათ და რაღაცები შეგიმსუბუქოთ თუ არ ჩაიხსნა ეს მენოპაუზები და ალბათ ამას ექიმი აუცილებლად სჭირდება არ ვიცი მე ნამდვილად მაგრამ გოგო რა მაინტერესებს ის მენოპაუზა რამდენი ხანი გრძელდება ანუ მენოპაუზა დაგემართა დამთავრებულია მაგრამ ანუ ეს ჯოჯოხეთი რასაც ქალები ამბობენ და წინასწარ გული მიღონდება აი რამდენ ხანს გრძელდება ახლა მთელი ცხოვრება არ გრძელდება ხო აი რამდენ ხანს გრძელდება დაახლოებით აი ძალიან მაინტერესებს რაო დედიკო უკან ბეჭებზე არ შემეხო რა აუ შენაირი განცდები მაქვს ზუსტად ლამის ვიტირი ახლა რომ გისმენდი სოფლის მოგონებებზე ღმერთო რა ბედნიერი პერიოდი მქონდა დედას თავის სახლში ვიყავი ზამთარ ზაფხულს არ დადეგებზე სულ იმდენი ვიყავით ოჯახში ბებია ბაბუა უთხიდები თავისი შვილებით ყველა სამეზობლოში ჩამოდიოდნენ ქალაქებიდან ბავშვები მთელი ქუჩა სავსე იყო საღამოს ახალგაზრდებით შუაღამემდე ზოგი თამაშობდა ზოგისა ახლა არავინ აღარ არის დაცლილია ჩემი ბებია სახლშიც არავინ არის დაიღუპნენ და შვილიშვილები დააფატულები როგორც ხდება ხოლმე გოგოებო თავისი ოჯახებით ახლაც კი 20 წლის შემდეგ რამდენჯერ გამხვიძებია ღამით გამხსენებია და მიტირია ამ ყველაფრის მოგონებაზე ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის აი ეს კომენტარი რო წავიკითხე თავიდან ვიტირე ფაქტობრივად იმის წარმოდგენა ბევრჯერ წარმოვიდგენ ხოლმე და ამიტომ თქვი თავიდან რომ მოვადრო და მე ყველაფერს ალბათ მეც ვიტყვი რომ მოგონებებად იქცა ყველაფერი მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს ასე არ მოხდეს და ყოველთვის შემეძლოს ჩასვლა თუმცა ვიცი მოვადრო მომიკაკუნებს სიბერე და ეს ასე ვეღარ იქნება ხშირად ვეღარ იქნება ყოველ შემთხვევაში და ძალიან იშვიათად იქნება. მე მყავდა დიაგნოსტიკაზე ტერფის და სუპინატორი დასჭირდა 12 წლისა და 18 წლამდეო დინამოზე ახალი მზერა აიგ. ჩემო საყვარელო, ახალ დინამოსთან ახლოს არის, მე მგონი ახლოს არის ადრე რო ვიკითხე, არ მახსოვს, რამდენად ახლოს არის დინამოსთან. ღირებულებაც რო დამიწერო ძალიან გამიხარდება და წინასწარ ჩაწერა თუ როგორ არის და ვისთან მიიყვანე ექიმს რა ქვია გამიხარდება თუ დამიწერ როცა მოიცლი მაია საყვარელი დედა შვილი როგორ მიყვარს მარიკო უღმესი მადლობა გვანცა D ვიტამინის ნაკლებობა მიცის და რა თქმა უნდა D ვიტამინი მჭირდება
იყიდი აფთიაქში, ავენ კარგია ძალიან სპრეია. აფთიაქში ძალიან კარგი ეს სახის ხო, გასაკები ამაზე ვისაუბრე უკვე. ნინო გვანცა დაიწყე და мотиваცია მოგვეცი, მეც დავიწყებ შენთან ერთად 3 თვე ვიყავი და დავიკელით 15 კილომეტრი, მაგრამ ბევრი არ მომიმატია რამდენიმე კილო, მაგრამ კიდე მინდა დაწყებაო. ხო, ამაზე უკვე ვისაუბრე გოგოებო და მოდი ამაზე ჩამოვყალიბდეთ მერე. რა როგორ რანაირად გავაკეთოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ მეგობრული ჩათისათვის, მეგობრული ჯგუფისათვის თუ რაც გინდა დავარქოთ, სულ ერთია, მაგრამ არ მინდა ვინმე მომაწეროს მენტორობა და აი კვებითი რაღაცა ინსტრუქტორობა და ასე შემდეგ. არა. იმიტომ რომ მე პროფესიულად არ ხელმეწიფება ეგ ამბავი, თორე კალორიების თვლა და რა მივირთვათ, ეგ მე ზეპირად ვიცი. ზეპირად ვიცი. არიკო რატო აკეთებ მასედე? და რო გადმოვარდები, მერე რა მოხდება? ამაზე ხმას გავუთიშავ, მაგრამ მინდა გაჩვენოთ სამსახურის მერე. ვაიმე მიშველეთ, ვინც ვაიმე დედა. ვაიმე, ხალხო. ვაიმე, ყველა ვიდეოში გადავედი. სამსახურის მერე როგორ გამოვიყურები, როცა ვინმე მეუბნება გამომიარეო, ვიდეო დევს ჩემს YouTube არხზე. შორთის განყოფილებაში, აი მითხარით დედას გაფიცებთ ამ სახით, ვინც მელოდებით ხოლმე რატო არ გამომიარეო, როგორ შეიძლება სადმე გაიარო, მინიმუმ როგორ შეიძლება სადმე გაიარო. ძალიან ბევრი ვიცინი ამ ვიდეოზე, სხვათა შორის ძალიან სახალისო იყო. ყველაზე დიდი ჰეითი ბოლო პერიოდში ქონდა აი ამ ვიდეოს Facebook გვერდზე, ოღონდ არა YouTube გვერდზე. და მაინც გოგოებო იცით რა არის? საიდან ამდენი აგრესია? საიდან ამდენი ბოღმა? ამას რომ ამბობ ხოლმე ბოღმა. წერენ ხოლმე რომ ის არის რა ქვია, აი შენ გამო რატო უნდა დავიბოღმო? ჩემს გამო კი არ დაიბოღმა. შიგნიდან გაქვთ ეგ ბოღმა, შიგნიდან დაგროვილი. თორე ჩემს გამო და ჩემი რამის გამო კი არის ბოღმებით, ხალხო, თქვენ გაქვთ შიგნიდან უამრავი ბოღმები, რასაც ვერ ავთიხათ. და ეგ არის, მეტი არაფერი არ არის. ეგ თორე განაის რა ახლა გეღოწებით ისეთი ის ვარ აქვს ფეშენის რომ ყველაფერზე და არა რა თქმა უნდა ასე სულელია და აქ რატო თქვა ხარ დედიკო აბა საწავიდე მე სხვაგან ხوار გადავალ გაწიე დედიკოთებში ხო კიდევ მინდა ერთი გაჩვენოთ იმიტომ რომ შევპირდი რომ ზეს შუქს ვაჩვენებდი და მინდა რომ აუცილებლად გაჩვენოთ ბზიშუქი. წუთით. უძებნო. ის ვიდეო რაც წერან გაჩვენეთ მე იმ ვიდეოზე მინდა ახლა კომენტარი გაჩვენოთ, რასაც ხმამაღალს წავიკითხავ, არის პირველივე კომენტარი, აქ რა თქმა უნდა ასევე წაიკითხავთ, მე წაგიკითხავთ. ნანული ქედელიძე აბულაძე, დედიკოს სტოლი ქალბატონი, რას გიჟობ შეგამოტვინებულო, რას ყროყინებ შესკლეროზიანო, საქმე დაგლევია, გადი ბაღჩა გათოხნე. ბატონო უბრალოდ გაუგნებული ვარ დედას გეფიცებით გაუგნებული ვარ გაუგნებული
ვინმე ქეთო კობაიძე პირველივე კომენტარის ავტორი ეს ვითომ ხუმრობაა კი მაგრამ საჯარო სივრცეში ასე თავის გაგიჟება რამდენად მოსაწონია ამას მარტო საქართველოს მოსახლეობა ხომ არ უყურებს მადლობა ღმერთს ხუთ საქართველოს მოსახლეობა არ მიყურებს არ ვიცი მარიკო დიწვით ვისაუბრობდე და ძალიან მიხარია მე ვფიქრობ ფაიზერითაა აცრილი და ახლა დაეწყო არ დავიწყება ნუ წვერავა ხატია, რომელიც გამოიხმაურა იმ ქალბატონის კომენტარს და მადლობა მას. მსახიობია და მგონი მსახიობის პროფესია ამასაც გულისხმობსო. ანუ როგორ ვიდეოებსაც ვიღებ ესეც შეგვისო მსახიობობაშიო და დიდი მადლობა მას. ვინმე ზამირა ასევე გამოეხმაურა იმ წინა ჩემ ლანძღვაზე წერს მე უფრო მგონია სხვანაირად ვერ მოახერხა და ამ ფორმით უკეთებს მის აქსესუარებს რეკლამას. ქალბატონი, ანუ ნახეთ, წერს, რომ ამით ვუკეთებ რეკლამას, ოღონდ აქ არაფერი არ მაქვს დუდუნას იკაკეთებული. არც ერთი დეტალი ნახსენები არ მაქვს დუდუნას აქსესუარების და ასევე ეს ვიდეო არ მიდევს დუდუნას აქსესუარების გვერდზე. არაფერი საერთო არ აქვს. კარლსონი, რა საზისხარი ხარ, ნეტავ გრძნობდეო და სამწუხაროდ ორი ადამიანი ულაიქებს. ყველაზე უდიდესი ჰეითი ამ ვიდეოს წიღარად გაჩვენეთ, მაგას მოყვა. ასევე ვინმე დოდო უწერს დიდი დარწმუნებით და დიდი იმით, რა ქვია, რა ვიცი, წერტილი და ძახილის ნიშნებით, რომ ეს ჩემი ცოლის დაქალებიდანაა, არა, იმათ ხო იწოდეს, აი ამხოთ დაამატა. ეს ჩემი ცოლის დაქალებიდანაა, მაგარი მსახიობი ასე არაჭყეტდა თვალებს. ეს მსახიობობა გონიათ და ლამაზია? ჯერ სადნახავთ შემცველის დაკალებში, მაგრამ ხალხთაჯავ დიდი მადლობა რომ ვიღაცაში აგერიეთ. როგორ შეიძლება ამ ხნის ქალმა ასე იგიჟოს ლაივშიო? ქალბატონი ლიანამ წერს, ოღონდ ლაივი ჩართული არ მქონდა, მინდა გითხრათ. ეს რა გიჟობაა და დასადებიაო და ნუ ასეთ კომენტარებს უკვე აღარ მაგრიაგირება. ნეტა ახლა ამ ქალს გონია ხუმრობს და მოსაწონია ვინმე ნატალია. კეთილი მსურველობა ურჩიეთ, ნუ თუ სულ არ აქვს თავმოყარება ამ ქალბატონს არ შეგჩვენის, ეგ ტაკი მასხალობა სირცხვილია უბრალოდო. ნუ ადამიანმა კეთილი რჩება მომცა, ძალიან დიდი მადლობა. სვეტა მჟავანაძე, უღრმესი მადლობა. ნამდვილი მსახიობი ხარ, გვანცაო. ნუ უამრავი დადებითი წერია ხალხო, უბრალოდ ახლა ხო ხვდები დავკითხულობთ. ვინმე ნინო ხუციშვილი, რომლის ფოტოები ვაფრიალე მერე, სხვადასხვა კომენტარების და გამო და მედოი კომენტარებში და მოკლედ. არ გცხვენია ამ ხელაქას ან შვილები არ ყავს, ან ქმარი, ან დედმამიშვილი, რას არ ცხვენ ქართველი ქალის სახესო და ისეთი დაუმართე, რომ სახეს უგავაძრე. ხოდე, რა იყვნოსი ამისთანეო, ქალბატონი ნანა ტაბლაშვილი მწერს. და თქვენი სუნი ვიყვნოსე ქალბატონო თქო და ჩემს სულს ვერ მიწვდებოდი შენივე სუნი გახჩობს უნიჭოვო მომწერა ვინმე ციური სურგულაძე იმას აქში არ ხართ რომ საკადრისი ადგილი მიგიჩინოთ თქო მივწერე რადგან ასეთებს რად უნდათ შვილებიო და მთავრობა მიხედი ასეთ გიჟებსო მიწერდა ამ ვიდეოს დადება უთამოყარეოა, ვაიმე რამდენი მოცლილია, ეს გიჟია, ვერ გავიგე გიჟის დროს არ სრულებსო, რა საშინელებაო, ვამპირიაო, კითხულობენ, რა გოშველება ხალხო, არ დამესიზმრო, ანუ რა დღეში ვართ ერი და ჩვენ ევროპისკენ გავარბივართ, კი, გაგვიღებენ კარს აუცილებლად. ამაზრზენიაო, დებილო, მიწერს ქალბატონი, ამინია, რომელიც იმას აქშია, რომ უკვე მკვდარიც მეგონა და თურმე ცოცხალი ყოფილა. უბრალოდ შოკირებული ვარ.
რა მაგარი ხარ დოდნა ბრაუთ ამ ძალიან დიდი მადლობა. ლეილა უფალმასი აკა კანკალოს ნუ მოკეთეს განხილულიც მაქვს ეს კომენტარი. აი მე დედა. სტრესულ ხალხს ასეთი ვიდეოები არ სჭირდება კიდე გული გამისკდაო. ამ სოციუმში ვცხოვრობ, ამ სოციუმში ვმუშაობ, ამ სოციუმში ვზრდი შვილს, ამ სოციუმში ვცდილობ გადავრჩე. ეს არის იმ ძალიან მცირე უარყოფითი კომენტარების ჩემი კომენტარები ძალიან მცირე ხო წარმოგიდგენთ რამდენი იწერება დღის მანძილზე მაგრამ მადლობა ღმერთს რა ვიცი აუარებელი არმია მყავს კარგი და კეთილის მსურველების და თქვენთვის არ ვიცი კიდე ცალკე ვიდეო უნდა ჩაიწეროს ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ ხალხო ასე. როცა ჩვენ შეგვიძლია სხვის შვილს, სხვის შვილიშვილს, სხვის დას, სხვის ცოლს, სხვის მულს, სხვის მეზობელს ასე გადაუაროთ სრული ამ სწვის მნიშვნელობით, თქვენ ალბათ ხართ ყველაზე საზიზღარი დედები, საზიზღარი მეზობლები, ყველაფერი საზიზღარი, იმიტომ თქვენერი ადამიანი კარგი ვერ იქნება. მე ასე მგონია, არა მგონია, არა დარწმუნებული ვარ, ასეთი რაღაცების დამწერი ადამიანი დადებით ჭრილში ჩემთვის ვერასოდეს ვერ იქნება. მე ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ადამიანები არ ხართ კარგი ადამიანები და მადლობა ღმერთს, რომ ჩემს წრეში ასეთი ადამიანები არ ბრძანდებით. აი, ძალიან უახლოესი ადამიანები, ვინც არიან თუნდაც ნაცნობები და ასე შემდეგ. პირიქით სულ მიცამე ყველასთან და აი არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ ძალიან სამწუხარო ადამიანები ხართ ამ რეალობისათვის და არ მინდა რომ არსებობდეთ თქვენ კი დიდი მადლობა მის მიყვართ